მთავრობის ხდომამდე გაკეთებული განცხადების გამო პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი დღეს ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. საუბარია ზურაბ აბაშიძის იმ კომენტარზე, რომლითაც ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი საქართველოში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება არ არის. ამავე ინტერვიუში აბაშიძე ნატოში გაწევრიანების ვადებსაც შეეხო, რის შემდეგაც ირაკლი ალასანიას გუნდი ევროპული კურსის საფრთხეზე ისევ ალაპარაკდა. იმის მიუხედავად, რომ პრემიერის წარმომადგენელმა და მთავრობის წევრებმა დღის განმავლობაში განცხადება რამდენჯერმე დააზუსტეს და ევროსტრუქტურებისკენ სწრაფვა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად კიდევ ერთხელ გამოაცხადეს, ხელისუფლებისგან გამიჯნული თავისუფალი დემოკრატები ყოფილ მმართველ პარტიასთან ერთად მთავრობას რუსეთისთვის სასიამოვნო გზავნილების გაჟღერებაში ადანაშაულებს. დღის ბოლოს ფაქტს ეხმაურება პრეზიდენტიც. ქეთი ქარდავა განაგრძობს დღის ერთ-ერთ მთავარ თემაზე საუბარს. ქეთი სწორედ პრეზიდენტის განცხადებაზე კითხავ პირველ რიგში, რა წერია ამ განცხადებაში. თამთა საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს შეფასება პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ კომენტარზე. დღეს გიორგი მარგველაშვილს საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება თავისუფლმა დემოკრატებმა სთხოვეს. ახლა იმის შესახებ თუ რა წერია განცხადებაში. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მტკიცედ განსაზღვრა და არაერთხელ დაიცვა ქართველმა ხალხმა. ეს არის ის ერთ-ერთი დაპირება, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის მანდატი მომანიჭა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახებია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობის და წარმატების უზრუნველსაყოფად. ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ. საინტერესოა განცხადების ბოლო აბზაცი. ვთვლით, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოხდეს კარასინი აბაშიძის და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა. ქეთი, დღეს შენ პირადად ესაუბრე მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძეს, რომელმაც ამ ინტერვიუში ახსენა თავადაც თვის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა კარასინთან. საინტერესოა, თავად თუ მიიჩნევს ამ ფორმატის დაზუსტება საჭირო და საერთოდ თუ არის ცნობილი რა თემებით აპირებს თვის ბოლოს 4-თვიანი პაუზის შემდეგ კარასინთან შეხვედრას. თამთა, დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ სავარაუდოდ 4-თვიანი ინტერვალის შემდეგ ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის მოადგილეს კარასინს შეხვდება 26 თებერვალს. მე რა თქმა უნდა ეს ვკითხე, თუ რა იქნება ის მთავარი თემა, რომლითაც გახსნის საუბარს აბაშიძე კარასინთან. მან გითხრა, რომ ამ ფორმატით გათვალისწინებული თემები არის განსაზღვრული 2012 წელს, როდესაც შეიქმნა საერთოდ ეს ინიციატივა და პირდაპირ დიალოგის შანსი გაჩნდა და ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. მან გითხრა, რომ ფორმატის ცვლილებები არ არის საჭირო და როდესაც არის საუბარი პრაღაში შეხვედრებზე, ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს არის დიპლომატიური არხი, რომელიც უნდა შენარჩუნდეს. ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ არ იქნება საუბარი უსაფრთხოების თემებზე, იმ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებებზე, რომელიც გაფორმდა და უნდა გაფორმდეს და არც ლავროვის მუქარაზე ნატოსთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს თემები არის ჟენევის საკითხები. ახლა კი მოვისმინოთ განცხადების ის ნაწილი, რომელიც არის მეორე განმარტება და გაკეთა მას შემდეგ, რაც ატყდა ვნებათა ღელვა სწორედ იმ განცხადების გამო, რომელიც ეხებოდა როგორც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, ასევე ნატოს ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას. ხელში მიჭირავს ახლა ჩემი ნათქვამი და გავიმეორებ, რომ საუბარი არ არის საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის სამხედრო, საბრძოლო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე. საუბარია ნატო საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნაზე. მე მგონი სხვაობა აბსოლუტურად ნათელია, რატომ გამოიწვია მან რაღაც დისკუსია ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მე ასევე თავიდან ვთქვი, რომ ეს ჩვენი სუვერენული უფლება ავირჩიოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომელთანაც ჩვენ საჭირო ვთვლით. მე ვთქვი, რომ დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა არ არის ნატოში გაწევრიანება. გადაწყვეტილება სტრატეგიული მიღებულია ნატოს სამიზნე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანდება, მაგრამ ის რომ დღეს მოხდება და ხვალ მოხდება, ეს ასე არ არის. ამას დრო დაჭირდება. ეს რეალობაა. რა არის ამაში ახალი ან განსხვავებული? მართალი გითხრათ, ესეც ცოტა გაუგებარია. ოპოზიციის ნაწილმა დღეს განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებული განცხადება არის ნათელი დადასტურება იმის, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება.
ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეს კომენტარი მთავრობის ხდომის დაწყებამდე მაშინ გააკეთა, როდესაც ჟურნალისტებმა სერგეი ლავროვის მუქარის შეფასება ვთხოვეთ. ზოგადად ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას. ბატონი ზურაბი სავარაუდოდ გულისხმობდა, რომ საქართველოში არ იგეგმება ნატოს სამხედრო ბაზის განთავსება. ეს არ არის სამხედრო ბაზა, რომელსაც აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები. ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი. თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უელსის სამიძე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება და არც პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული არ არის. პაკეტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ერთობლივი ცენტრის გახსნა, რაზეც მას ბრიუსელში მინისტერიალზე კოლეგებთან და გენერალურ მდივანთან საუბარი უკვე ჰქონდა. ამ ბაზას არ აქვს არანაირი, ასე ვთქვათ, შეტევითი აგრესიული მიზნები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისკენ და შესაბამისად ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისკენ მიმართული. არის თუ არა ნატოს ინფრასტრუქტურა, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. კომენტარი გააკეთა დავით ბაქრაძემაც. ნატოს ინფრასტრუქტურაში ასე ვთქვათ, ეს იქნება საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებულ ღონისძიებათა და პაკეტის ფარგლებში. ხა აქ სიტყვებზე გვიწევს კამათი. საგანგაშო უწოდეს დღეს თავისუფალმა დემოკრატებმა აბაშიძის განცხადებას. ასეთი პოზიცია ჰქონდათ ყოფილ და მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრებს. საქართველოს მთავრობა რეალურად არ აპირებს ამ არსებითი პაკეტის განხორციელებას და არ აპირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ ნაბიჯების გადადგმას. ეს არის იმისი გამოხატულება, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში, არის სამწუხაროდ სინამდვილე. საქმეები, რეფორმები, კონკრეტული ნაბიჯები იქნება ის პასუხი სკეპტიკოსების იმ კითხვაზე, რომელიც ამ მიმართულებით კიდევ გაისმის. მკაფიოდ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ევროპული და ევროატლანტიური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს. აბაშიძის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ რუსეთთან საჭიროა სიფრთხილე. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ სიტუაცია საქართველოს გარშემო და რეგიონში დღეს არის დაძაბული და რთული, მაგრამ აბსოლუტურად დაუშვებელია რუსეთის სიამოვნების გამო საქართველოს გადაკვეთოს მთავარი წითელი ხაზი და უარი თქვას საკუთარ ეგზისტენციალურ ინტერესზე. ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას. თვის ბოლოს ქართული მხარე პარტნიორებთან ცენტრის ადგილზე შეთანხმდება. დღეს ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა არ ისახავს მიზნად და ბუნებაში არ არის ის იდეა, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს ინფრასტრუქტურა. ბუნებაში კი არსებობს უელსის სამიძე მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ ძალაშია 2008 წელს ბუქარესტის სამიძე მიღებული გადაწყვეტილება. ნატოს არსებითმა პაკეტმა კი ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდას და მოამზადოს საქართველო ნატოს მომავალი წევრობისთვის. გმადლობთ კეთი ქარდავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.